სალამი მეგობრებო, გათენდა მეორე დღე ბულგარეთში, სოფიაში. გუშინ ძალიან დაღლილები ვიყავით, არაფერი პროდუქტიული ფაქტობრივად არ გავივეთებია. უბრალოდ სუპერმარკეტში გავედით და პროდუქტები შევიძინეთ, მერე გვეძინა და ღამე აღარც გავსულვართ დასათვალიერებლად. დღეს ვაპირებთ, რომ გავიდეთ ქალაქის საათვალიერებლად და ეკლესიების მოვინახულოთ. თუ მოგრჩა დრო და ადამიანური რესურსი, ასევე ვაპირებთ, რომ არქეოლოგიურ მუზეუმში შევიაროთ და ნახოთ და დავათვალიეროთ. ეკლესიები უფრო მეტად დავაპრიორიტეტეთ იმის გამო, რომ არქიტექტურულად პერიოდის თვალსაზრისითაც და ისტორიული თვალსაზრისითაც უფრო მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი გვეჩვენება. და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ტაძრები დავაპრიორიტეტოთ. მოკლედ მოვინახულებთ ტაძრებს და დრო როგორ მოგწევს ამის გასაგანს და საშუალებას იმის მიხედვით გადავწყვეტ და დავგეგმოთ, მერე კიდე რას გავაკეთებთ. წავალთ ახლა, გავალთ, გავამზადებით და გავალთ. გამოვედით, ახლა გადავიღეთ პატარა ვიდეო მინერალურ წყლებთან. ახლა გავემართებით და დავათვალიერებთ ეკლესიებს. ესე იგი მოვედით ჩვენს დანიშნულების წერტილზე, აქ გვინდოდა რომ გადავგვეღოთ ტაძრები და უბრალოდ ვაპირებთ რომ გადავეღოთ და რუკაზე როგორც ვნახულობდი, ორი ტაძარი გვინდოდა რომ გადავგვეღო დაახლოებით ერთ ლოკაციაზე და მიჩვენებდა რომ გვერდი იყო და ხა რომ მოვედით დავრწმუნდი რომ მართლა ეგრეა. ერთი არის ეს აგურის ფერში რაც არის, ეს არის უძველესი შუა საუკუნეების ტაძარი, მეოთხე საუკუნის და იქით არის უკვე მე-19 საუკუნის ტაძარი, თანამედროვე ეს ნეობიზანტიური სტილი აქვს. მაგრამ ძალიან არქიტექტურულად და ესთეტიკურადაც ძალიან სანახაობრივია და კაია ის რომ ერთ ლოკაციაზეა, იმდენად ახლოა რომ ერთიდან რომ გამოხვალ მეორეში იწევს პირდაპირ შესვლა და დროის თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია რა. და ნახოთ ესენი და მე დროსაც მოვიგებთ რა, ძალიან კაია, გამიხარდა რომ მართლა ესე ახლოს იყო. შერასტყვი. არაფერს. გამიხარდა რომ ახლოა და ძალიან დიდი მანძილზე არ გვიწევს სერული და თან ახლოა იმ ხრივ რომ ჩვენ სახლთან რა 10 წუთით არ ამიგონი რაც მოდივართ და 20 მოვედით ვირალამაზია. ნახეთ ორი ტაძარი,
მოვიარეთ, ძალიან მოგვეწონაო, რომ ძალიან ლამაზი იყო, ვიდეოები გადავიღეთ. ეხლა გავივლით მაღაზიებში, სავარაუდოდ რაღაცები გვაქვს საყიდელი. მე შეიძლება შუა დღისთვის სახლში მივიდეთ. სახლში ცოტა ხანი დავისვენებ და საღამოთი ისევ სავარაუდოდ მუზეუმში გავალთ. წავალთ ახლა. არის მე შენ ხო? მოვინახულეთ ტაძრები, მე ვიყავით Lidl-ში, ვიყიდეთ რაღაც პროდუქტები, ვიყავით სახლში ცოტა ხანს ასულები, ვჭამეთ, ალბათ ერთი 40 წუთი ვიყავით, გამოვიცვალეთ, ეხლა გამოვიდით DM-ში ვიყავით, მე ვიყიდე რაღაცები, გაჩვენებთ მერე. ეხლა მივიდივართ, სხვა ტაძრები უნდა ვნახოთ და დავათვალიეროთ, ძალიან კაი ამინდია, მზე აღარ არის და ნიავია მშვენიერი და აღარ გვცხელა, აღარ ვიხოცებით. ყველაფერი ძალიან ახლოს არის ასევე ჩვენ სახლთან 15 მაქსიმუმ 20 წუთის სავალზე და ეგ ძალიან გვხარი. ეხლა გადმოდიოდით მიწისქვეშა გადმოსასვლელით და პოლიციას ყავდა დაკავებული ადამიანი, ხელები ჰქონდა შეკრული და დაბლა პირქვე ესე ეგდო. და ისეთი უცნაური სანახავი იყო ჩვენთვის. რაღაცნაირად შეგვეცოდა, ალბათ იმსახურებდა მასაც მოქცევას, მაგრამ რაღაცა შევესწარეთ. უკან მიმავალ გზაზე ვნახეთ ესეთი არქეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც შეფოთულია და იზოლირებულია ადამიანებისგან. სავარაუდოა, რომ ეს არის რომის იმპერიის პერიოდი. როგორც გითხარით, DM-ში შევიარეთ და აქ გაჩვენებთ თუ რა შევიძინეთ. ესენია ვეგანური სოსისები, რომლებიც დიდად არ მომეწონა. ეს არის კატუნების სნექები, რომლებიც თბილისში წამოუღეთ და ასევე შევიძინეთ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც გაჩვენებთ. და კიდევ ერთი კატუნების სნექი. გამოვედით ესე იგი სახლიდან კიდევ ერთხელ დღეს უკვე მე-13. ვიდივართ რომ გადავიღოთ კიდევ ერთი ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძეგლი. მე იმიტომ წერ ახლა ამ ვიდეოს რომ მაგას ნერვები აქვს გადადღლეზილი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ სიცხეა. კონდიციონერი არ გვივარგა აპარტამენტში. ვერ დავისვენეთ, კარგად ვერ დავიძინეთ და ნერვებზე მოქმედებს ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ ცოტა ხნით ვართ და გვინდა რომ ეს ცოტა ხანიც პროდუქტიულად გამოვიყენოთ და თორე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით ახლა სიესტას 1-2 საათი დავიძინებდით და მე საღამოს კიდე გავიდოდით უბრალოდ საღამოს საათებში მე უკვე ეს ობიექტები დაკეტილია და ისეთი პროდუქტიული ვეღარ ხარ ადამიანი კი არა, გარემო აღარ გაძლევს მე უკვე პრინციპში მაგის საშუალებას და წავალთ ახლა და გადავიღებთ მე ისევ დავბრუნდებით სახლში ცოტა ხანი ალბათ დავისვენებთ და მე კიდე გავალთ რომ ღამის სოფიასაც შევავლოთ თვალი. გითხოთ მაგას რა დღეში აქვს ნერვები და როგორაა ადღლეზილი. არ დავიღალე უბრალოდ ეგრამ. წავედით. რასაც ყოდე მაყურებას. ვიცი, გამოიწეს ჩვენი. თორე 10 ნახვა აქ ვიდეოს დამართლა.
თავიდებელი მგონი უკვე მაგ ვიდეოების დადებისთვის. წავედით. გადავიღეთ ახლა წმინდა პარასკევას ტაძარი აქ ვართ ეზოში. ძალიან ლამაზი ტაძარია, უბრალოდ შიგნიდან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მგონი და ძალიან ბევრი ფრესკები და რაღაც ესე გაფორმებები არ იყო თითქმის რა არაფერი და ამიტომ ბევრი ვერაფერი ვერ გადავიღეთ სამწუხაროდ. მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზია გარედან არქიტექტურულად. გაჩერდი გამოტრალდი. მოკლედ დავისვენეთ კიდე. ეკლესია ხომ მოვინახულეთ, მას მერე კიდე მოვედით სახში მენთემა. ცოტა ხანი დავისვენეთ და ახლა გავდივართ ისევ სასერინოდ, რომ უბრალოდ გავისერინებთ ქალაქს დავთვალიერებთ. იმიტომ რომ ჩვენი ბოლო სრულად დღე არის აქ ხვალდილით, ისევ მივგზავრებით ხარგან. აქ არ შემჩნევთ რაც ხდება. გამოვიდით ვერნობთ. ეხლა ის ადგილში ვარ, სადაც დღეს საერთოდ ყოფილი ვარ, ასე გუშინ არ გვინახავს ეს მონაკვეთი ქალაქის. და ვათვალიერებთ. გამოვიტყვი რამეს? აგე. აი ეს ტაძარი ვნახეთ წეღან ზუსტად. ჩემგან ხელმარჯვნივ ახლა არის არქეოლოგიური მუზეუმი. აჩვენე? არქეოლოგიურ მუზეუმში გვინდოდა რომ შევსულიყავით, მაგრამ იმის გამო რომ დრო ძალიან ლიმიტირებული ჰქონდა, გადავწყვეტეთ რომ გვენახა მე-3-4 საუკუნეების ტაძარი როტონდა, რომელიც ცალკე ვიდეოდაც დაიდება არხზე და მოგვიწია რომ უარი გვეთქვა არქეოლოგიურზე, იმიტომ რომ 7 საათზე იკეტება ისედაც ეს მუზეუმი და ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა რომ ისიც გავკეთებინა და ისიც მით უფრო რომ ძალიან სიცხეა და რასაც ვახერხებთ ისიც მიკვირს როგორ გამოგვდეს. მაგრამ ნუ ამ ეტაპისთვის მე მგონი საკმარისი გავაკეთეთ და თუ მოგვიწია კიდე დაბრუნება სოფიაში, მე შეგვიძლია რომ ნახოთ არქეოლოგიური მუზეუმიც. ისე მოვიწია და მაინც ხა რაღაცა ისეთი ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრი არა არამე განსაცვიფრებელი. ხო, ესეც ვნახეთ ზევან. ეს ძალიან ლამაზი ტაძარია. არქეოლოგიურში რამე განსაცვიფრებელი და ესეთი აღმოფრთოვანებელი არაფერი არ მინახავს, რაც ვნახე ინტერნეტში, რაც მოვიწია და არ ვიცი. სულ ეგ იყო ჩემი კომენტარი. არა, მეც არაფერს არ დავამატებ, რავის დავთვალიერებთ და თუ რამე კადრებში გადავექვთ. აქ თემა ცდილობს დამარწმუნოს, რომ უცხო ადამიანებს ვეთამაშოთ ჭადრაკი და სამწუხაროდ მე უარი ვუთხარი თემას და სამწუხაროდ და არ გვითამაში.
მოვიარეთ, ძალიან ბევრი ვიარეთ. რაღაცა შევიძინე კიდე. რა ვიცი, ძალიან საყვარლობა ქალაქია, მშვიდი ქალაქია. გზები გადატვირთული არ არის, ბევრი მანქანები არ არის. რამე სიტყვი. ჩვენ ხვალ დილით მივემგზავრებით ჩვენ შემდეგ ლოკაციაზე და რაღაცა მცირე შეჯამება საოცრო გავაკეთოთ სოფიასთან დაკავშირებით. რა შეიძლება ითქვას, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მომეწონა ცოტა ხნით ვიყავით, ბევრი ახლა არაფერი არ გვინახავს. ბევრი არაფერი არ გვინახავს, მაგრამ რაც ვნახეთ, საკმაოდ ესეთია რა, ჩვენ ცენტრში ვიყავით, ახლა პერიფერიები არ დაგვითვალიერებია, მაგრამ ეს ცენტრი ძალიან მომეწონა. მე პირადად კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ პროდუქტიულიც იყო რა ის დრო, რაც აქ გავატარეთ და ქუჩად მარტო ჭამასმაში არ დაგვიკარგოს. მეორედაც ვიყავით DM-ში და ვიყიდე Essence-ის ბრონზერი. შეგვხვდა ძალიან კარგი წიგნების მაღაზია, სადაც მხოლოდ ეს ერთი პოსტკარდი ვიყიდე და სულ ეს იყო ამ დღისთვის. ესე დავასრულეთ დღე.